მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს. ჩვენ ზურა ჯაფარიძესთან შეთანხმებით, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიყავით ზურა ჯაფარიძის ადვოკატები შეთანხმების და სურვილის შესაბამისად, როდესაც ზურა ჯაფარიძეს აღარ ჰქონდა სურვილი და აზრით ვერ დაინახა, რომ ადვოკატი ყოლოდა სასამართლო დარბაზში, იმიტომ რომ ფაქტობრივად ჩვენი არც ერთი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და დაცვუფლება ირღვეოდა იმთავითვე. ჩვენ შეთანხმებით პროტესტის ნიშნად თქვით, რომ იქ ადვოკატის ყოფნას არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს. იმიტომ რომ ფაქტობრივად დარღვეულია ყველა უფლება, რომელიც შეიძლება ადამიანს გააჩნდეს სასამართლო დარბაზში. ამიტომ ეს იყო, რა თქმა უნდა, ჩვენი გადაწყვეტილება შეთანხმებული ზურა ჯაფარიძესთან და რა თქმა უნდა, მისი ინიციატივითაც ჩვენ შევთანხმდით ყველა სამივე ადვოკატი, რომ დაგვეტოვებინას ხდომა და დავტოვეთ ხდომა შესაბამისად. ასეთი კითხვა მაქვს. შეიძლება პროცედურების გაგრძელებას წარმოდგენა არ მაქვს, სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს, დაუნიშნავს საზოგადოებრივ ადვოკატს თუ არ დაუნიშნავს. შუამდგომლობები გვაქვს ჩვენ გამზადებული, მე დაუტოვე ზურას, მე რა თქმა უნდა გული დამწყდა რომ ზურა დავტოვე მარტო, მაგრამ ეს იყო მისი და საერთო გადაწყვეტილება. კი ბატონო, რა შუამდგომლობებზეა საუბარი, რომ გითხრათ ირაკლებს ბოლომდე. დიახ. ეს არის დევნის შეწყვეტის შესახებ შუამდგომლობა, რომ შეწყდეს სისხლის სამართლებრივი დევნა და მეორე აღკვეთის სახით შერჩეული გირაოს საერთოდ გაუქმების უფლება და შემდეგ უკვე შუამდგომლობაზე პასუხი, ვინაიდან ბრალდების მხარე ცდილობს რომ დააყენოს პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობა. ფაქტობრივად ორი შუამდგომლობა და ერთი პასუხი არის გასაცემი. ნახოთ რა იქნება სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს. პროკურატურა ცალსახად პატიმრობას ითხოვს ირაკლი, იმიტომ რომ აღკვეთის ღონისძიების შეცვლა რამე სხვა შეიძლება რამე სხვა ვარიაცია არის პატიმრობის გარდა. არა. პროკურატურა ითხოვს პატიმრობას. კი ბატონო, ახლა როგორც ვიცი, მოსამართლე არის გასული, როგორც დარბაზიდან იტყობინება ჩვენი ჟურნალისტი გასული, როგორც ჩანს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, გამოუყოფს თუ არა ადვოკატს ზურა ჯაფარიძეს. ანუ პროცედურულად თან თუ შუამდგომლობებიც დადგება, ანუ შესაძლოა ხდომა გადაიდოს თუ თქვენს განცდა, რომ მოსამართლე მოწადინებულია, რომ დღეს დაასრულოს ეს პროცესი. მოსამართლეს რას ფიქრობს, ეხლა ნამდვილად აღარ ვიცი, როცა მე სასამართლოს ხდომაზე ვიყავი, მისი პოზიცია იყო, რომ 6 საათის შემდეგაც გაგვეგზელებინას ხდომა, არ გაძლევდა სხვა დარბაზში გადასვლის უფლებას. არ ვიცი მისი мотиваცია რა არის, ამაზე მე ვერ გეტყვით და ვერ გიპასუხებთ, მაგრამ მე განცდა მაქვს, რომ მას დღეს უნდა სასამართლოს ხდომის დასრულება. ეს არის მისი გადასაწყვეტი. დიდი მადლობა. რა თქმა უნდა, მოიწევს ახლა უკვე ჩემ გარეშე და ადვოკატების გარეშე. კი ბატონო, დიდი მადლობა. მე წავიკითხავ ზურა ჯაფარიძემ რა დაწერა ცოტა ხნის წინ.